წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ორი გიგანტი 10 წლეულების განმავლობაში იბრძვის ერთი მიზნისთვის. დაიპყროს თქვენი გული და გონება, შეგაყვაროთ თავი და გახდეს თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი. მარკეტინგული ომები, რომლებმაც შეცვალა სამყარო. დღევანდელი თემა: კოკა-კოლასა და პეპსის მარადიული ბრძოლა. იმპერიის დაბადება. კოკა-კოლა. ჩვენი ისტორია იწყება 1886 წელს ატლანტაში. კოკა-კოლა დაიბადა როგორც აფთიაქარ ჯონ პემბერტონის შესანიშნავი იდეა, სასმელი, რომელსაც ჯერ მხოლოდ ჭიქით ყიდდნენ. ჯონ პემბერტონის სიცოცხლის განმავლობაში სასმელი ბრენდად არ ქცეულა, თუმცა მისი გარდაცვალებიდან სულ მალე ნამდვილი გენიოსი გამოჩნდა. ეს იყო ასა გრიგს კენდლერი, რომელმაც სასმლის ფორმულა შეიძინა და ბრენდი მსოფლიო ფენომენად აქცია. კოკა-კოლას სტრატეგია თავიდანვე იყო ავთენტურობა და უნივერსალურობა. მათ გამოიგონეს ბრენდის ისეთი საკულტო სიმბოლოები, როგორიც არის მაგალითად contour bottle, ბოთლი, რომლის დანახვა სიბნელეში შეგეძლოთ, და რასაკვირველია სანტა-კლაუსის თანამედროვე სახე, რომლითაც შობა სამუდამოდ დაუკავშირეს თავის ბრენდს. უეცარი გამოწვევა პეპსის გამოჩენა. თითქმის 12 წლის შემდეგ 1898 წელს ჩრდილოეთ კაროლინაში სხვა აფთიაქარმა ქალებ ბრეთენმა შექმნა საკუთარი ფორმულა, რომელსაც მოგვიანებით პეპსი-კოლა უწოდა. პეპსი-კოლა დომინანტ კოკა-კოლასთან ცდილობდა კონკურენტობას, თუმცა მათ სამჯერ მოუწიათ გაკოტრება, მანამ სანამ ბაზარზე მყარად დადგებოდნენ. 1930-იან წლებში დიდი დეპრესიის დროს, როგორც იქნა პეპსიმ აღმოაჩინა მათი მთავარი კოზირი ფასი. დიახ, მათ დაიწყეს ორმაგი პორციის შეთავაზება იმავე ფასად, რასაც კოკა-კოლას თავაზობდა თავის მომხმარებლებს. ამ მარტივმა ხრიკმა ორმაგი სიამოვნება იმავე ფასად, როგორც იქნა პეპსის, დაუბრუნა მომხმარებლები და გაუმყარა პოზიციები ბაზარზე. ნამდვილი ომი დაიწყო 60-იან წლებში, როდესაც კოკა-კოლა და პეპსი ერთმანეთს სარეკლამო კამპანიებით დაუპირისპირდნენ. კოკა-კოლა ყოველთვის წარმოაჩენდა თავს როგორც ტრადიცია. ემოციებზე თამაშობდა ნოსტალგიის ხარჯზე და ინარჩუნებდა ავთენტურობას. მათი სლოგანი იყო It's the real thing. ეს არის ნამდვილი. ფასეულობებზე და ღირებულებებზე აქცენტით კოკა-კოლა იყო წარმოჩენილი როგორც ამერიკული ოცნება ბოთლში. პეპსი მიიღო გაბედული გადაწყვეტილება და პირდაპირ დაუპირისპირდა კოკა-კოლას ტრადიციულ იმიჯს. ეს იყო ლეგენდარული კამპანია Pepsi Generation. ამით პეპსი გახდა ახალგაზრდების, ცვლილებებისა და მომავლის სიმბოლო. თუ აირჩევდი პეპსის, ეწინააღმდეგებოდი სტატუს კვოს. როცა სარეკლამო ვიდეოებში ხედავთ ისეთ ცნობილ სახეებს, როგორიცაა მაიკლ ჯექსონი, ეს ყოველთვის არის მარკეტინგული გათვლა თქვენი ყურადღების მისაქცევად. 70-იან წლებში პეპსიმ კიდევ უფრო გაამძაფრა ბრძოლა პეპსი ჩელენჯით. ეს იყო ბრმა დეგუსტაცია, სადაც ადამიანები უპირატესობას ანიჭებდნენ უფრო ტკბილ პეპსის. ეს იყო პირდაპირი დარტყმა კოკა-კოლას ხარისხზე, რამაც კოკა-კოლა აიძულა ისეთი სარისკო ნაბიჯები გადაედგა, როგორიცაა New Coke. კოკა-კოლას ყველაზე დიდი შეცდომა. 1985 წელს Pepsi Challenge-ის წარმატებით შეშინებული კოკა-კოლა წყვეტს თავისი უმთავრესი პროდუქტის ფორმულის ცვლილებას. მათ გამოუშვეს New Coke, რომელიც Pepsi-ზე ოდნავ ტკბილი იყო, მაგრამ ეს აღმოჩნდა კატასტროფა. მომხმარებლებმა გააპროტესტეს. ეს არ იყო მხოლოდ გემოს ცვლილება, ეს იყო ნამდვილი ღალატი. ამის გამო კოკა-კოლა გახდა იძულებული დაებრუნებინა ძველი ფორმულა და გამოეშვა ახალი სახელწოდებით. კოკა-კოლა კლასიკი. მიუხედავად უზარმაზარი მარკეტინგული შეცდომებისა, კოკა-კოლა მაინც მოახერხა ბაზარზე პოზიციების დაბრუნება. ამით ხალხს გაახსენდა, თუ როგორ უყვართ კლასიკური კოკა-კოლა, რამაც ბრენდი რა თქმა უნდა უფრო გააძლიერა. ვარსკვლავების ბრძოლის ველი. 90-იან წლების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში პეპსიმ მიზანში ამოიღო ახალი თაობა და გააფორმა კონტრაქტი იმ დროის უდიდეს პოპ ვარსკვლავთან, ბრიტნი სპირსთან. პეპსი ცდილობდა დაერწმუნებინა ახალგაზრდები, რომ ეს იყო ახალგაზრდული სასმელი, რომელიც წინ უსწრებდა დროს, იყო თამამი და მოდური. კოკა-კოლასაც დასჭირდა სახე. არჩევანი შეჩერდა ბრიტნის მთავარ კონკურენტზე, კრისტინა აგილერაზე. ეს იყო მარკეტინგული ომის პირდაპირი ასახვა პოპ კულტურაში. პეპსი vs კოკა-კოლა. ბრიტნი vs კრისტინა. 2000-იანებში პეპსიმ გაგრძელა თავისი ვარსკვლავური სტრატეგია და გააფორმა კონტრაქტი ბიონსესთან, რომელიც გახდა მათი გლობალური სახე. ბიონსეს ენერგიული, წარმატებული და თანამედროვე იმიჯი იდეალურად ერწყმოდა Pepsi Generations იდეას. ამ კამპანიებმა პეპსის უდიდესი პოპულარობა მოუტანა. ამან კი დაადასტურა, რომ ის არ არის მხოლოდ უბრალო სასმელი, ის ქმნის თანამედროვე ტენდენციებს. თუმცა სელებრიტების მარკეტინგი არის ორმხრივი იარაღი. 2017 წელს პეპსიმ გადაიღო რეკლამა კენდალ ჯენერის მონაწილეობით, რომელშიც ის პოლიციელს პეპსის ქილას აძლევს პროტესტის ნიშნად, რათა დაასრულოს დაპირისპირება. ეს რეკლამა მყისიერად გახდა კატასტროფის მანიშნებელი. მომხმარებელთა უმრავლესობამ ის აღიქვა როგორც სოციალური პროტესტის
სამოქალაქო უფლებების ბრძოლის დამამცირებელი კომერციული სვლა. პეპსი დაადანაშაულეს იმაში, რომ ის ცდილობდა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების გამოყენებას მარკეტინგული სვლისთვის. ეს კამპანია სასწრაფოდ გაუქმდა და პეპსის ბოდიშის მოხდაც კი მოუწია. ეს იყო ძვირადღირებული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთი არასწორი ნაბიჯით ყველაფერი წყალში ჩაიყაროს. ბრძოლა არეალებისთვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც Coca-Cola-მ გააკეთა ბაზარზე თავისი პოზიციების გასამყარებლად, იყო, რომ გამოუშვა ახალი პროდუქტი Coca-Cola Zero Sugar, რაც რეალურად იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ მიეზიდა ახალი მომხმარებლები, რომელიც ამ სასმელს არ მიირთმევდნენ მისი მაღალი შაქრის შემცველობიდან გამომდინარე. და რა გააკეთა პეპსიმ, რა თქმა უნდა, გამოუშვა მსგავსი სასმელი. დღევანდელი რეალობა, ბრძოლა ციფრულ სამყაროში. თუ წარსული ომი თაროზე და ტელევიზიის ეთერში მიმდინარეობდა, დღევანდელი მარკეტინგული ომები გაჩაღებულია ციფრულ სამყაროში. ორივე ბრენდი აქტიურად იყენებს ლიმიტირებული გამოშვების გემოებსა და შეფუთვებს, რათა მომხმარებლები აიძულონ თავად გახდნენ მათი მარკეტინგული კამპანიების ნაწილი. მაგალითად, Coca-Cola Creations. Coca-Cola უშვებს გემოებს, რომელიც შთაგონებულია მეტავერსის კონცეფციით, კოსმოსით ან ვიდეო თამაშებით. ზოგადად Coca-Cola-ს და Pepsi-ს აფინანსებენ გეიმინგ ტურნირებს, ქმნიან NFT-ს, კოლექციებს და ჩნდებიან ვირტუალურ სივრცეებში. ეს აღარ არის უბრალოდ ლოგოს ჩვენება, ეს არის ბრენდის ინტეგრირება ციფრულ სამყაროში. ორივე ბრენდი აქტიურად მუშაობს მიკროინფლუენსერებთან, TikTok კრეატორებთან, რათა მაქსიმალურად შექმნან ის გამოცდილება და ავთენტურობა, რაც გაცილებით მეტად ყიდის, ვიდრე ჩვეულებრივი სატელევიზიო რეკლამა. რეალურად დროს უძლებენ ისეთი ბრენდები, რომლებიც სწრაფად რეაგირებენ ბაზრის გამოწვევებს. უძლებენ დროს და ყოველთვის არიან მზად ცვლილებებისთვის. ახლა, როდესაც მიდიხარ მაღაზიის თაროსთან, იქნება ეს Pepsi, თუ Coca-Cola ან ნებისმიერი სხვა ბრენდი, კარგად დაფიქრდით, რამ გამოიწვიოთ თქვენი ეს გადაწყვეტილება. იყო თუ არა ეს რომელიმე კონკრეტული სარეკლამო კამპანიიდან გამომდინარე. რომელ მხარეს ხართ ამ მარკეტინგულ ომში? დაგვიწერეთ კომენტარებში, გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს მარკეტინგულ ომებზე.